დღევანდელი ჩვენი სლოგანი არის არ გაჩერდება ხალხის მდინარე. ჩვენ პირველი დღიდან აქ ვართ. 28 ოქტომბერი იყო, როდესაც ყობახიძემ განაცხადი გააკეთა, მას შემდეგ გამოვედით და არ გავჩერებული ვართ ფაქტიურად. პირველი უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ახმეტაში საპროტესტო აქციები იმართება, თან ასეთი მასშტაბური, იმიტომ რომ ჩვენ შაბათ-კვირის გარდა ფაქტობრივად ყოველდღე აქ ვართ. გვინდა რომ მაგალითი მივცეთ ხალხს ამით და ვაჩვენოთ ის რომ შეუძლია გამოვიდნენ და თავისი პროტესტი თამამად გამოთქვან, იმიტომ რომ ჩვენ თუ გავჩერდებით, ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ ქვეყანაში, ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს, ვიცით და მაგიტოა რომ 71 დღე ხალხი არ ჩერდება, იმიტომ რომ კატასტროფული სიტუაცია იქნება, ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს გარეთ და გარეთ უნდა იდგეს, იმიტომ რომ დღეს საქართველოს ბედი გარეთ წყდება. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის აქტიურობა, საზოგადოების ყველა წევრის ჩართულობა ამ პროტესტში. ეს იქნება დედაქალაქში, თბილისში თუ რეგიონებში და მათ შორის ერთ პატარა ქალაქებში, როგორიც არის ახმეტა, იმისათვის, რომ საპროტესტო ტალღა გადაედოს მთელს ქვეყანას და მთელ ქვეყანაში ისმოდეს გაბრაზებული მოქალაქეების ხმა. ძალიან რთულ მდგომარეობაშია რეალურად დღეს ჩვენი ქვეყანა და სწორედ ეს გვაძლევს ძალას იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი პროტესტი, აგერ უკვე 70 დღეზე მეტია ჩვენ რაც უწყვეტად ვაპროტესტებთ ახმეტაში. ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქის ვალდებულებაა დღეს იდგეს ქუჩაში, აპროტესტებდეს, პირველ რიგში აპროტესტებდეს ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევას, გაყალბებულ არჩევნებს და ჩვენ რა თქმა უნდა უერთდებით ძირითად მოთხოვნებს, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების განთავისუფლება.